გამარჯობათ მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სივრცეში. მე ვარ ეკა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თავდაჯერებულობაზე. თუ როგორ ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა, როგორ შევმატოთ საკუთარ თავს თავდაჯერებულობა, ან სრულიად ნულიდან დავწყოთ ყველაფერი. მოკლე შინაარსი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩემს წინა ორ ვიდეოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმისა მიუხედავად რომ დაბალი ნახვები აქვს და დაახლოებით 200 კაცამდე ნახვა აქვს, ერთს და მეორეს 100-მდე, რამდენიმე ადამიანმა დამიკავშირდა, მადლობა გადამიხადა, ზოგიერთს რჩევა მივეცი, ზოგიერთმა უბრალოდ მადლობა გადამიხადა, რომ მსგავს ვიდეოებს წერდა, შესაბამისადაც მე უფრო მოტივაცია მეძლევა, რომ მსგავსი ვიდეოები ჩავწერო და განსაკუთრებით ჩემი მაგალითით უფრო უკეთესი ადამიანები და უკეთესი თაობა გავზარდოთ ერთად და აღვიზარდოთ ყველა ერთად. და მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. პირველ რიგში ველოდებოდი მიკროფონს რომ ჩამოსულიყო, რადგან ხმის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვიდეოსთვის, ამიტომაც ჩემთვის თქვენი კომენტარები, თქვენი დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ თუ რაიმე რჩევა გჭირდებათ ჩემგან, რაზეც რა თქმა უნდა შემიძლია დახმარება, ან გჭირდებათ ადამიანი ამ მომენტში, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ და ესაუბროთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ზე, ან არ ვიცი, YouTube-ზე დამიწეროთ კომენტარი და ვეცები რომ მე თვითონ გიპოვოთ. და გავაბათ ესე ვთქვათ პატარა კომუნიკაცია, თუნდაც ეს იყოს ანონიმური და დაფაული. ამ ვიდეოს ვყოფ სხვადასხვა პრინციპებად, ანუ თავდაჯერებულობის პირველი პრინციპი, ან ერთი პრინციპი, მეორე პრინციპი, მესამე პრინციპი და ასე შემდეგ. და მოდი დავიწყოთ. თავდაჯერებულობის პირველი პრინციპია საკუთარი თავის მიღება. ამას შეგულისხმება სხეულიც, გონებაც და საერთოდ ყველაფერიც. მინდა პირველ რიგში ჩემი კუთხიდან დაგანახოთ თუ რა არის თავდაჯერებულობა. როგორც ვთქვი, სხვადასხვა პრინციპები აქვს, მაგრამ ზოგად სახეს ესე რომ ვთქვათ და მოკლედ გეტყვით ჩემი გადმოსახედიდან. მე როდესაც ვხედავ ადამიანს და ვხვდები რომ ის თავდაჯერებულია, მას აქვს საკუთარი თავის მიმღებლობა. ანუ წარმოვიდგინე ადამიანს რომ მას მისი თავი, მისი ცუდი მხარე, მისი კარგი მხარე მიღებული აქვს. მან იცის ვინ არის და ამაში ვგულისხმობ, მაგალითად მან იცის რომ მათემატიკაში ცუდია. ან ქართულში ესეებს ძალიან კარგად წერს და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირი წვრილმანი საკუთარი თავის შესახებ იცის და არ აპირებს რომ ბოდიში მოიხადოს იმის გამო რომ მან მათემატიკა იმაზე კარგად არ იცის ვიდრე ქართული. ის საკუთარ სხეულში კომფორტულად არის, მას მოსწონს მისი თავი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობის ეს არის ის, რომ შენი თავი მოგწონს. ვერ წარმომიდგენია თავდაჯერებული ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი არ მოსწონს, იმიტომ რომ ვფიქრობ თავდაჯერებულობა არის უნარი, რომელსაც გამოვიმუშავებ და მე უბრალოდ ავტომატურად არის ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ თავდაჯერებულობა რო ვთქვათ რომ ყოველთვის ჩვენთან არის, ეს წყვილი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის თავს თავდაჯერებულად არ ვგრძნობ. ამასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგრამ როგორც ასეთი თავდაჯერებულობა ჩემთვის არის უნარი, რომელსაც გამოიმუშავებ და შემდეგ მას აპრაქტიკებ, კიდევ აპრაქტიკებ და უბრალოდ ეგ შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, იმიტომ რომ ერთ დროს თავდაჯერებული ადამიანი თუ რა თქმა უნდა საკუთარი თავი არ გაინადგურა, ბევრი რაღაც შეიძლება საკუთარი თავის განადგურება, მაშინ ის მთელი ცხოვრების ბოლომდე თავდაჯერებული იქნება. თავდაჯერებულობა ძალიან ღრმა ბავშვობიდან მოდის და მშობლებზე ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ თავდაჯერებული ბავშვი ნიშნავს, რომ ის დაცულია საკუთარ სხეულში, მას უყვარს საკუთარი სხეული. ბუნებრივად თავდაჯერებულობა იმაზე ძლიერია, ვიდრე შეძენილი თავდაჯერებულობა. ბუნებრივად, როდესაც თავდაჯერებული ხარ, ანუ ვგულისხმობ, როდესაც შენ უკვე ბავშვობიდან ეს გამომუშავებული გაქვს და შენ არანაირი ეჭვი არ შეგაქვს საკუთარ თავში, ეს ნიშნავს, რომ შენ დაცული ხარ.
შენ ბავშვობაში გაღიარეს, შენ არ ვიცი, ყველაფერი რიგზე ქონდა ბავშვობაში და ბავშვი, რომელიც არ იყო დაცული, არ ქონდა კარგი გარემო, ესე რომ ვთქვათ, ცუდი გარემო იყო, თიდაგივე. ის როდესაც არასტაბილურ გარემოში იზრდება, არ არის ისეთი თავდაჯერებული, როგორიც მეორე ბავშვი. ამიტომაც მშობლებმა უნდა იზრუნონ საკუთარი ბავშვების მომავალზე ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. მე საკუთარ თავს ამ ვიდეოს ჩაწერის უფლებას იმიტომ ვაძლევ, რომ დიდი ხნის განმავლობაში და დიდ ხანში იგულისხმება 19, 18, უფრო 20 წელი, მე არასდროს არ ვიყავი თავდაჯერებული. პლიუს არ მქონდა თვით დაჯერება და თვით შეფასება, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა თავდაჯერებულობას. მე ეკა ბოლქვაძე, არ ვიცი ვინც ალბათ მიცნობდა უფრო ახალგაზრდობაში, ბავშვობაში და ახლა მე მადარებს ესე რომ ვთქვათ და ახლა მიცნობს. მიხვდებიან რომ ძალიან დიდი განსხვავება ამჟამინდელ ეკასა და იმ ეკას შორის. ნუ ადამიანები იცვლებიან, მაგრამ მე ვარ რადიკალური ცვლილება ჩემი წინა ვერსიისა, თინეიჯერი ვერსიისა და ახლანდელი ეკასი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვი, ძალიან ბევრი გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ ეს ეტაპი 20 წლამდე ეტაპი იყო ჩემთვის თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ნულის ტოლი. ამიტომაც მე მინდა ვისაუბრო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თითქმის ყველა ეტაპი გავიარე იმის, რომ მე საბოლოოდ თავდაჯერებული გამხდარიყავი. რა თქმა უნდა, ამ სხვადასხვა პრინციპებში ამ ყველაფერს მოგიყვებით. უბრალოდ პირველი პრინციპი, როგორც ვახსენეთ, არის საკუთარი თავის მიღება. ამაში ვგულისხმობ ფიზიკურ სხეულს პირველ რიგში, იმიტომ რომ ასე თუ ისე საკუთარი თავის მიღება უფრო მოდის ფიზიკურ სხეულზე, განსაკუთრებით თინეიჯერებში და მინდა რომ დიდი სიყვარული გამოგიგზავნოთ თინეიჯერებს, იმიტომ რომ ვიცი ახლა რა ეტაპზე ხართ, ვიცი რომ რთულია, ვიცი რომ თავდაჯერებულობა და თვითშეფასება თქვენთვის უცხოხილია ახლა, იმიტომ რომ მთელი ჰორმონები მუშაობს აქ და მთელი თქვენი სიტუაცია ახლა არეულია, მაგრამ მე თქვენი მესმის და თუ თინეიჯერები მიყურებთ, ანუ უფრო უფროსებიც თუნდაც ეს ეტაპი გადავა, თქვენ თუ რეალურად გსურთ, რომ თავდაჯერებული გახდეთ, უნდა მიიღოთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. სტანდარტულად ლამაზი ადამიანისთვის ალბათ უფრო ადვილია საკუთარი თავის მიღება, რადგან მას ბევრი კომპლექსი არ აწუხებს საზოგადოებისგან. ხშირად ჩვენ ვუფიქრდებით სხვადასხვა სხეულის ნაწილებს, დაგვქვამთ მათ კომპლექსებს საზოგადოების გამო. არ მახსოვს მართლა ვინ, მაგრამ ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ რამხელა თვალები გაგვსო. თითქოს და ეს იყო შეურაცხყოფა, არა და მე იმ მომენტში მივიღე კომპლიმენტად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი თვალები არის ძალიან ლამაზი და უფრო პატარაც რო იყოს, უფრო მელამაზება, არ ვიცი, რანაირი თვალიც უნდა მქონდეს, მე ძალიან მიყვარს ჩემი თვალები, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მაქვს იმის პრივილეგია, რომ ამ თვალებიდან შემძლია ხედვა. და მე რა თქმა უნდა შემისწორა, რომ არა როგორი საშინელი თვალები გაქვს და რაღაცა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე არ ჩავცეკულვარ, იმიტომ რომ იმ მომენტში საერთოდ არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა პრობლემა, მაგრამ მერე ჩემს თვალებს ცოტა სხვანაირად ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მგონი სტანდარტულზე ცოტათი დიდი თვალები მაქვს, იცი? ანუ ამ ყველაფერზე ჯერ არ დავფიქრებულ ვარ და მთელი ცხოვრება არ დავუფიქრდებოდით, რომ არა სხვა ადამიანი. საკუთარი თავის მიღება ჭირს ადამიანებისთვის, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი კომპლექსი. ადამიანებს აქვთ კომპლექსი სიდაბლის.
ყურების, ხრების, წვივების, წარბების, ცხვირის, ტუჩების, თავის, თმების, ყველაფრის. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ყველაფრის კომპლექსი და ეს ყველაფერი გამოწვეულია სხვა ადამიანებისგან. რომ სხვა ადამიანმა მიუნიშნა, რომ იცი რა ეს რაღაც რიგზე არ არის, რაღაც ლამაზი არ არის, არა. არის რაღაცები, რაც შეიძლება მართლაც არ იყოს ლამაზი. მე პირადად ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა ხიმილის, გაღიმების, განსაკუთრებით ფოტოებში და ალბათ თავდაჯერებული დიდხანს არ მიქნებოდი, სანამ მე ბრეკეტებით არ გავისწორებდი მათ. ახლა კი ყველგან ვიცინი და ყველგან ვცდილობ, რომ ჩემი განსაკუთრებულად მომხიბვლელი და საინტერესო ღიმილი ყველგან გამოვაჩინო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ღიმილი. ამიტომაც არის რაღაცეები, რაც შესაძლებელია რომ გამოვასწოროთ და ადამიანები სწორ რაღაცაზე მიგვითითებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩვენს დაკომპლექსებას ცდილობენ, იმიტომ რომ თვითონ საკუთარ თავში არ არიან ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს რაღაცა ნამდვილად კომპლექსი უნდა იყოს თუ არა. ზოგადად კომპლექსი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ 21 საუკუნეში შილაკი რო არ გიკეთია, შეიძლება ეგ იყოს კომპლექსი. ძალიან მიყვარს ჩემი მჩხლები, by the way. ხო, ამიტომაც საკუთარი თავის მიღება, პირველ რიგში საკუთარი სხეულის მიღება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისათვის, რომ თავდაჯერებულები გავხდეთ, იმიტომ რომ მე როდესაც თავს კომფორტულად ვგრძნობ საკუთარ თავში, აი მაშინ გავხდები თავდაჯერებული. როდესაც ვფიქრობ, რომ მთელი ღონისძიების განმავლობაში რაღაცა ფეხი მაქვს, რაღაცა ცუდად მიჩანს ფეხი, ან ამ კაბაში ეს მხრები არ მიხდება და ასე შემდეგ. მე მომენტს ვერ შევირგებ. თავდაჯერებული ადამიანი საერთოდ არ შეხედავს მაგ ყველაფერს, საერთოდ არ გამახვილობს ყურადღებას. კომპლექსიანი ადამიანი მაქსიმალურად დაიტანჯება საკუთარ თავში, როდესაც საერთოდ სხვა ადამიანებს შეიძლება არც კი ამჩნევენ. 99% შემთხვევაში არ ამჩნევენ, ვერ ამჩნევენ. მაგას მხოლოდ შენ ამჩნევ და გონია რომ ყველა მანდ გიყურებს. მაგალითად, ყველა ხელზე გიყურებს, არა და საერთოდ არ ინტერესებს შენი ხელი. იმისათვის რომ თავდაჯერებული იყო, როგორც ვახსენე, უნდა იყო კომფორტულად საკუთარ სხეულში. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი რაღაც უნდა შეისწორო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოდას, ყველა ტრენდს აყვე. ანუ თუ მოდაში არის წელს მოკლეთმები და შენ შეიჭერი და მომავალ წელს, მაგალითად 2026 წელს არის წელამდე თმები მოდაში, ხო, რამდენად სტრესულია წარმოიდგინეთ ეს საკუთარი თავისთვის, ამიტომაც გქონდეთ თქვენი რაღაც თქვენი წერტილი გქონდეთ ყველაფერში. შეიძლება მოდური იყოს რაღაც, მაგრამ მოგწონდეს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს იმიტომ მოსწონთ რაღაცა, რომ მოდურია. ამიტომ არის რომ ზომიერება დავიჭერთ ყველაფერში და ფრთხილად ვიყოთ, როდესაც რაღაცებს ვარჩევთ. რაც განსაკუთრებით სხეულს ეხება, იმიტომ რომ 21 საუკუნეში იმდენი BBL გაიკეთეს გოგონებმა და ქალებმა, რო არ ვიცი, ანუ სრული დამახინჯება მოდის სხეულის. რაც საშინელებაა. ეს 5 წელში მოდაში აღარ იქნება და როდესაც ამ ყველაფერს ამოიღებენ, თქვენი სხეული დამახინჯდება და რის გამო? მოდის გამო. ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, იმიტომ რომ მოდური ტანსაცმელი აცვიათ და არა იმიტომ რომ რეალურად რაც აცვიათ მოსწონთ. აი ამ ორ რაღაცაში არის ძალიან დიდი განსხვავება და ჯობია რომ მეორე ტიპის ადამიანი იყოთ, ანუ გეცვათ ის, რაშიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ, ძალიან მოგწონთ, არის თქვენი სტილი და ამას ყოველთვის თქვენ ატარებთ ამ სტილს და ერთი სუნამო უნდა გესხასო ყოველთვის, რომ შენი სუნამო ქონდესო და ადამიანებმა რაღაცით დაგიმახსოვრონო. იგივეა ცხოვრებაში, სხეულზეც, სტილზეც, მოდაზეც. თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი სტილი, თქვენი ნიჩე,
და ადამიანს უნდა იმიტომ კი არა რომ ვიღაცას დაამახსოვრდეთ, არამედ თქვენ რომ უნიკალური და ინდივიდუალური იყოთ. ნუ დამეთანხმებით 21 საუკუნეში ძალიან ბევრი გოგო უკვე ერთმანეთს გავს ბოტოქსების, ფილერების და ამ პროცედურების გამო და უბრალოდ გარჩევა ხანდახან შეუძლებელია ვინ არის. იმდენად ერთმანეთზე მსგავსებიან. სხეულთან ერთად ასევე მინდა ვახსენო ინტელექტი. მოგიხსენებათ ყველა ადამიანი ეს იქნება ფილოსოფიურად, ინტელექტუალურად, IQ-თ ერთმანეთსგან ძალიან განსხვავდება. ამიტომ ამის გამო თქვენ თავი არ უნდა დაესტრესოთ. ის რომ თქვენ მათემატიკაში, ქართულში, ფიზიკაში უვარგისი ხართ, მაგრამ თქვენ იდეალური ხართ ქიმიაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უვარგისი ხართ. განსაკუთრებით თინეიჯერებს აქვთ ეს პრობლემა, რომ ამ საგანში ცუდი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ ცირა ქიმია ძალიან მიყვარს. მთელი ცხოვრება ქიმიას მიუძღვენი და მიუძღვენი. იმის გამო თავი არ დაესტრესო, რომ ქართულის ბრუნვა არ იციან ასე შემდეგ, ვერ აბრუნებ და ასე შემდეგ. ნუ, რა თქმა უნდა, ზოგადი განათლება ყოველთვის საჭიროა. და აუცილებელიც არის, საჭირო კი არა. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ თქვენ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ის რისი გააზრებაც შეგიძლიათ, ის რისი გააზრებაც არ შეგიძლიათ. აი რო წარმოვიდგინოთ, აი ტრენინგზე რო იყოთ თქვენ და ერთი ადამიანი იყოს, რომელიც ამბობს, რომ იცი რა, მე საკითხი არ ვიცი და მე არ მინდა რომ ვთქვა არ ვიცი, იმიტომ რომ ისინი რას იფიქრებენ, რა და ეს ხომ ტრენინგია. ამ ყოველფრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შენ გადმოგცეს, შენ არ უნდა იცოდე. ტრენინგზე შენ არ უნდა იცოდე. ეს პასუხი შენ არ უნდა გწონოდა. ამიტომაც ნუ შეგრცხვებათ იმის რომ რაღაც არ იცით. ამას ჩემ თავსაც ვეუბნები, იმიტომ რომ უნივერსიტეტში თავიდან ძალიან მიტყდებოდა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცი, არადა არ უნდა მწონოდა. ან როდესაც ერთ რაღაცას ვერ გავიგებდი და მეორეჯერ მინდოდა რომ აეხსნა, არ ვამბობდი. ხანდახან მესამეჯერაც მჭირდებოდა ახსნა, მაგრამ არ ვამბობდი, იმიტომ რომ თავდაჯერებული არ ვიყავი, იმიტომ რომ ვიღაცას დებილი არ ვეგონო. ესე წარმოვიდგენდი საკუთარ თავს. მაგრამ ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იცი რა, ვერ გავიგე. იცი რა, ვერ გავიაზრე. ეს არის ძალიან მაგარი უნარი და ეს არის ძლიერი ადამიანების უნარი, რომ აღიარონ, რომ რაღაც არ იციან. ეს არ არის სისუსტე. პირიქით, ეს არის სიძლიერე და ეს უნდა გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. მიიღეთ თქვენი საკუთარი სხეული, შეცვალეთ ის როგორც გინდათ, ისე უბრალოდ საკუთარ თავს ნუ დაიმახინჯებთ განსაკუთრებით ტრენდის გამო. და მიიღეთ თქვენი IQ, მიიღეთ ის ვინც ხართ. იმისათვის რომ რაღაც მიიღოთ, უნდა იცოდეთ. შეიცანი შენი თავი, იცოდე ვინ ხარ, იცოდე რას წარმოადგენ. იყავი თავდაჯერებული. უბრალოდ იცოდე ვინ ხარ, უბრალოდ კომფორტული იყავი იმაში, იმ სხეულში, რაც შენ გიბოძა ღმერთმა და ფაქტობრივად შენი ტაძარია და ისია მომნეცხოვრებით. იყავი თავდაჯერებული, იმიტომ რომ თავდაჯერების გარეშე გამრავლება შეუძლებელია. ცოტა ისეთი მაგალითია. გამრავლება, ფინანსების მოზიდვა, ადამიანების მეგობრების შეძენა, პარტნიორების მოზიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ან ისეც მოვიზიდავთ, ვინც ჩვენ არ გვინდა. ამიტომაც იმისაც რომ მოიზიდოთ ის, ვინც გინდათ, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ ის, ვინც გინდათ. ამიტომაც ჩემო კარგო მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო თქვენ დაგეხმარებათ, რომ პირველ რიგში გაიაზროთ ის თუ რაც ვთქვი, გადახარშოთ საკუთარ თავში, ზოგიერთმა შეიძლება უბრალოდ ისიც ყველაფერი და შეხსენებათ იქნება ეს ვიდეო. ზოგიერთი ახლა ისწავლის ბევრ ამას და
იმედი მაქვს, რომ თქვენ თავდაჯერებულები ხართ, მაგრამ უფრო მეტად აიმაღლებთ თავდაჯერებულობას და უფრო მაგარი ტიპები იქნებით და უფრო შეიყვარებთ საკუთარ თავს და უფრო კომფორტული იქნებით საკუთარ სხეულში. ჩემ ვიდეო დასასრულს უახლოვდება და მადლიერი ვარ, რომ ბოლომდე უყურე ჩემს ვიდეოს და იმედი მაქვს, რომ ეს იყო შენთვის ღირებული და სასარგებლო. ასევე ერთი თხოვნა მაქვს, რომ კომენტარებში დამწეროთ, თუ რამდენად მოგწონს მსგავსი საკითხები, ან როგორი საკითხები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასევე მაინტერესებს ისიც, თუ მსგავსი კონტენტი რამდენად სასარგებლოა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ მსგავს საკითხებზე, ან პოდკასტი უფრო უკეთესი იქნებოდა, ესე ინდივიდუალური ჭორაობა უფრო უკეთესი იქნებოდა თუ მოკლედ, მინდა რომ პატარა განხილვა გქონდეს კომენტარებში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და მე მაინტერესებს, რათა გავაგრძელო რა თქმა უნდა ვიდეოების ჩაწერა, იმედი მაქვს რომ ჩემთან ერთად დარჩებით და შემდეგ პრინციპებსაც ერთად განვიხილავთ და მომავალ ვიდეომდე.